საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ახალი პატრიარქის ასარჩევად ემზადება. მოსალოდნელი პროცედურები და საორგანიზაციო თემები იყო მთავარი თემა წმინდა სინოდის ხდომაზე, რომელიც 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. გადაწყდა, რომ სინოდის შემდეგ ხდომაზე შეირჩევა პატრიარქობის 3 კანდიდატი, თუმცა თარიღი ჯერ უცნობია. გარკვეულია მხოლოდ ის, რომ სამების ტაძარში გაიმართება გაფართოებული საეკლესიო კრება, რომელზეც 3 კანდიდატიდან ახალი კათოლიკოს პატრიარქი უნდა შეარჩიონ. 31 წლის წინ დამტკიცებული ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ხდება ის კანდიდატი, რომელიც სინოდის წევრთა ნახევარზე მეტის ხმას მიიღებს. 39 წევრიან სინოდში კანდიდატის წარდგენის უფლება თითოეულ წევრს აქვს, ყველა მათგანს საკუთარი კანდიდატურის დაყენებაც შეუძლია. უკვე დაკომპლექტებულია ხმის დამცველი სამანდატო და სარედაქციო კომისიების შემადგენლობა. მღვდელმთავრებს დღეს დაევალათ, რომ საკუთარი ეპარქიებიდან გაფართოებულ კრებაზე დასასწრები დელეგატიების წარადგინონ. ნათია ქენქაძე მოისმინა განცხადებები 6 საათიანის ხდომის დასრულების შემდეგ. ნათია, პირდაპირ ეთერში ხარ. ანდრია გვაზავა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ხელმძღვანელობდა, უბრალოდ იყო დღევანდელი ხდომის მდივანი და სწორედ მან მოამზადა და გაასაჯეროვა ხდომის განჩინება, რომელიდანაც გაირკვა ის, რაც იყო დაანონსებული, რომ ერთადერთი თემა, რომელზეც დღეს სინოდმა იმსჯელა, უკავშირდება საქართველოს 142 კათოლიკოს პატრიარქის არჩევას, ყველა იმ დეტალს და საორგანიზაციო საკითხს, რომელიც ამ პროცესს უკავშირდება და სწორედ ეს საკითხები წარუდგინა მეუფე შიომ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სინოდის წევრებს, მას შემდეგ, რაც მათ გადაიხადეს კათოლიკოს პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. მღვდელმთავრებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, წარმოთქვეს სიტყვები და როგორც ხდომის ოქმიდან ირკვევა, საკმაოდ ბევრმა მათგანმა ისარგებლა სიტყვის უფლებით, დაახლოებით ნახევარმა სინოდის შემადგენლობის და ალბათ ამიტომაც გაგრძელდა ხდომა ამდენ შემდეგ კი უკვე მათ ხმათა უმრავლესობით მიიღეს გადაწყვეტილებები და სინოდმა დაადგინა საეკლესიო კრების ჩატარების ადგილი სამების საპატრიარქო ტაძარში გაიმართება. ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გამომდინარე იქიდან, რომ დაახლოებით 2000 დელეგატს ელოდებიან საპატრიარქოს წარმომადგენლები გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე, თუმცა ეს რიცხვი დადგინდება ზუსტად განისაზღვრება მომავალ ხდომაზე სინოდის, სადაც ყველა მღვდელმთავარმა უკვე ზუსტი რაოდენობა უნდა წარმოადგინოს ეპარქიების მიხედვით იმ დელეგატების, რომლებიც იქნებიან ამ ხდომაზე და მიიღებენ მასში მონაწილეობას სათათბირო ხმის უფლებით. ანუ მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ გამოთქვან საკუთარი პოზიცია კანდიდატებთან დაკავშირებით, თუმცა ხმის მიცემის უფლება ექნებათ მხოლოდ სინოდის წევრებს. როგორც აღნიშნეთ, დღეს შეიქმნა უკვე კომისიები, რომლებმაც ამ პროცესს უნდა უხელმძღვანელონ და როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, სწორედ მათ უნდა უზრუნველყონ, რომ ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევის პროცესი იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და ის შეესაბამებოდეს იმ დებულებას, რომელიც 1995 წელს შემუშავდა. მიტროპოლიტმა შიომ წმინდა სინოდის ხდომას წარუდგინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების თანახმად შემუშავებული შემდეგი საარჩევნო პროცედურული საკითხები. პირველი, საპატრიარქო კანდიდატების 3 კანდიდატი, გამორჩევის წესი, სამუშაო ვერსია. მეორე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გამოსარჩევად საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის გაფართოებული კრების პროცედურული საკითხები, სამუშაო ვერსია. მესამე, დასახელებულ იქნა შემდეგი კომისიები: ხმის დამცველი, სამანდატო და სარედაქციო, რომლებიც უზრუნველყოფენ საარჩევნო პროცესის სამართლიან, გამჭვირვალე და ორგანიზებულ ჩატარებას. საკითხთან დაკავშირებით თავიანთი აზრი გამოთქვეს წმინდა სინოდის წევრმა მღვდელმთავრებმა. წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა. პირველი, წმინდა სინოდის შემდგომ ხდომაზე განიხილოს საპატრიარქო კანდიდატების სია და პროცედურების დაცვით გამოვლინდეს საბოლოო კანდიდატები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წარსადგენა. მეორე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გამოსარჩევის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება ჩატარდეს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში. წმინდა სინოდის მომავალ ხდომამდე მმართველმა მღვდელმთავრებმა თავიანთი ეპარქიებიდან წარმოადგინონ გაფართოებული კრების დელეგატთა სრული სია წმინდა სინოდის ხდომაზე დასამტკიცებლად.
მიუხედავად 6 საათიანი მსჯელობისა, მთელი რიგი საკითხები დღეს დარჩა ღია და ამაზე უკვე შემდგომ სხდომაზე უნდა იმსჯელონ მდელმთავრებმა. ის კითხვები, რომელიც არსებობდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კანდიდატებთან დაკავშირებით, დაზუსტდებოდა თუ არა კრიტერიუმები, დღეს შეიძლება ითქვას, რომ ისევ პასუხგაუცემელია. დღეს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გითხრა, რომ იყო მსჯელობა ასაკთან დაკავშირებით, თუმცა გადაწყვეტილება არ არის მიღებული, როგორც ცნობილია მართვა გამგეობის დებულების თანახმად, პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს 40 წლიდან არა უმეტეს 70 წლისა, თუმცა არ არის დაზუსტებული მიეცემა თუ არა მონაწილეობის უფლება იმ მდელმთავრებს, რომლებსაც 70 წელი შეუსრულდა, თუმცა 71 წლის ჯერ არ გამხდარა. ასეთი არის მაგალითად მეუფე დანიელი, რომელსაც მაისის ბოლოს უსრულდება 71 წელი და როგორც დღეს საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა განგვიცხადა, ამ საკითხზე მსჯელობა მოხდება შემდგომ სხდომაზე, როცა უკვე უშუალოდ კანდიდატების განხილვა დაიწყება. ასევე განათლებასთან დაკავშირებით არ არის დაზუსტებული, თუმცა დეკანოზე ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ როგორც მინიმუმ სასულიერო სემინარია უნდა კონდეს დამთავრებული პატრიარქობის კანდიდატს. რაც შეეხება კანდიდატზე მსჯელობას, პროცედურა არის შემდეგნაირი. ყველა მღვდელმთავარს აქვს უფლება, რომ დაასახელოს კანდიდატი, მათ შორის საკუთარი თავი თუ ეს შეესაბამება ამ კრიტერიუმებს და ის სამი მღვდელმთავარი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას, უკვე შემდეგ გადაეგზავნება მათი კანდიდატურები გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე და იქ მოხდება მათზე მსჯელობა. მსჯელობის პროცედურაც არის შემდეგნაირი, როგორც გითხარით, დელეგატები მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით ისარგებლებენ და აზრის გამოთქმა შეეძლებათ და ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ მღვდელმთავრები. როგორი იქნება ეს პროცესი, გაშუქდება თუ არა მაგალითად მედიით გაფართოებული საეკლესიო კრება, ეს ჩვენთვის ჯერჯერობით არ არის ცნობილი. დღეს მეუფე ნიკოლოზი მაგალითად ამბობდა, რომ პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, თუმცა ზუსტი დეტალები სავარაუდოდ უკვე იქნება დადგენილი სინოდის შემდგომ სხდომაზე, რომლის თარიღიც არ არის ცნობილი. დიდი ალბათობით ის გაიმართება მას შემდეგ, რაც შესრულდება 40 დღე პატრიარქის გარდაცვალებიდან, რაც შეეხება სასულიერო გაფართოებულ საეკლესიო კრებას, ამასთან დაკავშირებით მართვა გამგეობის დებულება ადგენს, რომ ის უნდა გაიმართოს 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 2 თვისა. ეს პროცესი, რაც პატრიარქის არჩევას უკავშირდება, არ არის მარტივი პროცესი, ხო გვესმის, რომ იქ ხმები უნდა დაითვალოს, მით უმეტეს გაფართოებულ სხდომაზე ბევრი დელეგატები იქნებიან და მოწესრიგებულად უნდა იყოს ყველაფერი და არ უნდა დარჩეს ორაზროვნება არც ერთ საფეხურს. განათლების თემასთან დაკავშირებით რაღაც ესეთი განსაკუთრებული მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა მინიმუმ სასულიერო სემინარია რჩება მოთხოვნად. რაც შეეხება ასაკის შესახებ გადაწყვეტილება დღეს არ მიღებულა, არ გამოიკვეთა, თქვათ, როგორ იქნება ინტერპრეტირებული ის ჩანაწერი, რაც არაუმეტეს 70 წლისა არის აღნიშნული და შემდეგ სინოდის სხდომაზე, როდესაც 3 კანდიდატი იქნება გამორჩეული, მაგ დროს იქნება ამის შესახებაც მსჯელობა. ძალიან ესე იგი დიდი რაოდენობის ადამიანებია მოსალოდნელი ამ გაფართოებულ კრებაზე. დაახლოებით 2000 კაცს ველოდებით, ხო და ეხლა ამ ხელა კრების ჩატარება არ არის ადვილი. თვითონ ტექნიკური თვალსაზრისით კიდევ ერთი სინოდი იქნება, რომელზეც ჩვენ გამოვირჩევთ კანდიდატებს. ამ სინოდზე ესეც ალბათ მე ვფიქრობ დიდხანს გაგრძელდება. ყველა კანდიდატის იქნება, ვინც შეიძლება რომ ესე იგი კანდიდატი იყოს. ამას განვიხილავთ, სათითაოდ იქნება განხილული კენჭისყრა სათითაოდ ყველა კანდიდატისთვის და ყველაზე მეტ ხმას ვინც მოაგროვებს 3 კანდიდატი. აი 3 კანდიდატი იქნება შემდეგ წარდგენილი გაფართოებულ კრებაზე. დებულების მიხედვით გავაკეთებთ ამას და ესე გაგვაფრთხილეს, ესე იგი, პრინციპი ესეთია რა, რომ ეპარქიიდან 2 სასულიერო პირი წამოვა მღვდელმთავრის გარდა, ასევე ერთი ერის ადამიანი და ასევე ყველა მონასტრიდან 2 წევრი. გაფართოებული საეკლესიო კრების თარიღი უდიდესი ალბათობით გადაწყდება სინოდის შემდეგ სხდომაზე. დელეგატების რაოდენობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ კრება ერთ დღეში ვერ დასრულდეს და ორან რამდენიმე დღეს გასტანოს, მაგალითად 1995 წლის საეკლესიო კრება 2 დღეს გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ მასში მონაწილეების რაოდენობა მაშინ განცილებით ნაკლები იყო. მადლობა ნათია კენკაძემ გაგვაცნო ის განცხადებები, რომლებიც საპატრიარქოში 6 საათიანი შეკრების შემდეგ გაკეთდა.